პეტერ მადიარის გამარჯვების შემდეგ საქართველოში არ წყდება დისკუსია იმუშავებს თუ არა ჩვენს ქვეყანაში მისი ფორმულა, მისი ყოვლის მომცველი კამპანია. სწორედ ამ თემაზე იყო დისკუსია მარშალის ფონდში. ამ განხილვაში 3 უნგრელი ანალიტიკოსი მონაწილეობდა. მათ შორის ერთ-ერთი დანიელ ჰეგედუშია, უნგრეთის მომავალი ჯანდაცვის მინისტრის მოგვარე. უმეტესობა უნგრეთში აღარ ცხოვრობს და ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ ეს 16 წლიანი სახადი მოიხადა ქვეყანამ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს აქვს დასასრული. თუმცა მოდერატორმა კითხვა დასვა, რატომ არ იყო ორბანის რეჟიმი ისეთივე რეპრესიული, როგორიც საქართველოშია. სადაც მოკლე პასუხი ძალიან მარტივად ჟღერს. უნგრეთი ევროპაა, უნგრეთი ევროკავშირის წევრია. უფრო ვრცელ განმარტებას მოდით ერთად მოვუსმინოთ. This was the time when I think the Hungarian society recognized its own agency. ეს იყო დრო, როდესაც ჩემი აზრით უნგრულმა საზოგადოებამ საკუთარი აქტიურობა გააცნობიერა. 1989-1990 წლების დემოკრატიულ ტრანსფორმაციას ხშირად აკრიტიკებდნენ, როგორც ელიტების მიერ წარმართულს და რეალური ძირეული მობილიზაციის ნაკლებობის მქონეს. ხოლო რაც გუშინ ვიხილეთ, იყო სწორედ ასეთი ძირეული მობილიზაცია, რომელიც არ იყო საერთაშორისო ტენდენციებით განპირობებული, არამედ პირიქით, მათ საწინააღმდეგოდ მიმდინარეობდა. ამრიგად, ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიული რევოლუცია ქვეყანაში იმ დროს, როდესაც დანარჩენი მსოფლიო ავტოკრატიზაციისკენ მიემართება და ილიბერალური მიმართულებით იხრება. და ჩემი ბოლო დასკვნა იქნება, რომ ბოლო 16 წლის განმავლობაში და ვფიქრობ, ეს პერიოდი ჩვენ ერთად გავიარეთ, ვინც ახლა ეკრანზე ვართ. არაერთხელ მოგვისმენია არგუმენტი, რომ უნგრეთი დაკარგული საქმეა. გუშინ კი დადასტურდა, რომ არც ერთი ქვეყანა და არც ერთი საზოგადოება არ არის დაკარგული საქმე. No country, no society is a lost cause. Lessons from this for other countries. რა გაკვეთილები შეიძლება მივიღოთ სხვა ქვეყნებისთვის? არის კითხვა ორბანის უმოქმედობასთან დაკავშირებით. რატომ არ გამოიყენა მან უსაფრთხოების სამსახურები ტისა ზრდის შესაჩერებლად? ჩვენ ნახეთ უფრო მკაცრი ქმედებები სერბეთსა და საქართველოში ოპოზიციის გაძლიერების საპასუხოდ. მართალია თუ არა, რომ უნგრეთში რეაქცია უფრო რბილი იყო, ვიდრე სერბეთსა და საქართველოში. და რატომ ფიქრობთ ასე? განსაკუთრებით რა სიტყვით, უსაფრთხოების სამსახურების არასაკმარის რეაგირებაზე. In Serbia and in Georgia in response to an opposition trying to develop. I think there are probably two main reasons for this. One is ფიქრობ ამისთვის ალბათ ორი მთავარი მიზეზი არსებობს. პირველი, უნგრეთის წევრობა ევროკავშირში. ეს წევრობა გარკვეულ ზღვარს აწესებს იმაზე, თუ რა შეუძლიათ პოლიტიკურ აქტორებს გააკეთონ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ხშირად მკაცრად აკრიტიკებდნენ ევროკავშირს, ზოგჯერ ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც და ზოგჯერ აშკარად მტრულად იყვნენ განწყობილნი მის მიმართ. მაინც არსებობდა გარკვეული ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც ვერ ბედავდნენ. ფიქრობ, ღია რეპრესიების გამოყენება სწორედ ამ ზღვის გადაკვეთა იქნებოდა. მეორე მიზეზი არის ის, რომ ღია და ფიზიკური რეპრესიების გამოყენება, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, არ შეესაბამება ეგრეთ წოდებული ინფორმაციული ავტოკრატიისა ან საარჩევნო ავტოკრატიის ინსტრუმენტარიუმს. ამ სისტემის მთავარი საფუძველი არის უფრო რბილი მეთოდები, საზოგადოების კონტროლი ძირითადად ინფორმაციული ინსტრუმენტებით. ასევე არსებობს მესამე მიზეზიც, მთავრობის პოლიტიკური ძალა. ფიქრობ, უკვე გასულ წელს ვიხილეთ ორი შემთხვევა, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი, რომელიც რეალურად უფრო ლიკვიდაციის კანონს გავდა და ასევე ბუდაპეშტის პრაიდის აკრძალვა. ამ შემთხვევებში მთავრობას უკან დახევა მოუწია. გამჭვირვალობის კანონი არ მიიღეს პარლამენტში, ხოლო მიუხედავად პრაიდის აკრძალვისა, უნგრეთში ყველაზე მასშტაბური პრაიდის მარში ჩატარდა. ეს ორი მაგალითი აჩვენებს, რომ უნგრეთის მთავრობის ძალაუფლებას აქვს გარკვეული ზღვარი. გარდა ამისა, ბოლო თვეებში ხელისუფლება შიდა პოლიტიკურად შესუსტდა, რაც ალბათ აფრთხობდა მათ მკაცრი ზომების გამოყენებისგან, მაგალითად უსაფრთხოების სამსახურის ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართვისგან. ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ შიდა დაყოფები. სისტემა თითქოს იწყებდა ბზარების გაჩენას, შესაძლოა არასრულ დაშლას, მაგრამ მაინც შიდა დაძაბულობებს. probably not into pieces, but like I think there were scratches within the system.